თითქოს გამოგონილია, მაგრამ ის არის რაც მინდა რომ ყოფილიყავ. 3 წელია, რაც მეზობელმა ღობის იქით მოჭრა ლეღვის ხე. 3 წელია, ღობის აქეთ არ ყვავილობს ჩემი ატა. განა ვინმეს ეს მცირე ცხოვრება ყოფნის იმისთვის რომ ერთხელ დავიბადოთ, მე მგონი არა. დილითავდექი ძალიან ადრე გამოვაღე ყველა ფანჯარა, ძეს შევეგებე და მხოლოდ ერთი ლოცვა ვთქვი გულში. ჩემი სამშობლო, ჩემი სამშობლო, სამშობლო ჩემი. იყო ისე რომ ირაკლი კაკაბაძე უნდა ყოფილიყო თუ იაკი კაბე. მე ირაკლის არაფერს არ ვერჩი, მაგრამ ის იაკი არის ის, როგორიც მინდოდა ყოფილიყო ირაკლი, რომელსაც ხელი ვერ შეუწყო რაღაცეებში, დრომ, სივრცემ, ადამიანებმა და ცხოვრება. აი ეს არის. მაისი იყო, რაც უყვარდა ჩემს შეყვარებულს. ახლა კი მისი გადაშლი ნორჩი მკერდიდან ატა მიყვავის ნაგასაკის სასაფლაოს. რაღაცა ბედისწერა აქვს ყველა ფსევდონიმს, ვისაც დაუშვათ ფსევდონიმით უწერია, ის მიხვდება და დამეთანხმება, რომ უკვე რაღაცა შემოქმედებით ბედისწერას ირჩევ თითქოს. ამ ქვეყანაზე, ამ უდიდეს მწუხარებაში, ოვალუბლის ხევ ხარ ერთადერთი შვება სულისა. რაღაცა ესეთი პროექტი მოვარგე, რომ ყოფილიყო იაპონელი ავტორი, რომელიც ჯერ არავის არ ეცოდინება, რომ ეს იყო ქართველი და ამოცანაც ეს იყო, რომ ადამიანებს იაპონელ ავტორად მიიღოთ. ერთი კვირა თითქოს სამყარო დაცარიელდა, გაჩერებასთან აღარ მხვდება უცნობი დილით. დავიწყე ასე სოციალურ ქსელებში, დავუშვათ, როცა ვეჭდავდი, ვაწერდი იაკი კაბეს და ყველას ეგონა, რომ ეს იყო თარგმანი. და თქვენ წარმოიდგინეთ, მეგობრებიც კი სხვა ავტორზე, ანუ უცხოელ ავტორზე, იაკი კაბეს სახელით, რომელიც არ იცოდნენ რომ ფსევდონიმი იყო, ეგონათ რომ მე ვთარგმნითი. ყველა რაღაცა აღთხოვანებით წერდა, შენიშვნებსაც გაძლევდნენ, გააინტერესებდა, შეკითხვებდა, ასე შემდეგ, ანუ გამოხმაურება დიდი იყო. საშუალოდ დღესაც ძალიან ბევრ ადამიანს გონია რომ ეს არ არის ქართველი ავტორი, იმიტომ რომ ძალიან ბევრს უთქვამს ჩემთვის. ჩემი სახლის წინ ჩაიარეს ჯარისკაცებმა და მათ შემყურეს ამ ეკვიატა ფიქრი. რა უნდა იყოს ისეთი ამ ქვეყანაზე ამ ბავშვების სისხლად რომ ღირდეს. იცით რა არის ეს წიგნი, ვისაც გადაუშლიეს პატარა მინიმალისტური ლექსები, რომელსაც ტანკის სტილი შეიძლება უწოდოთ, თუმცა არ არის ტანკა. თითქოს ერთი ადამიანის ცხოვრება, აი ვისაც გადაუშლია მიხვდება, რომ იწყება პატარა ბიჭის ისტორიით, რომელიც თითქოს სიკვდილით თავდება. იქ არის თემატიკა დედაც, იქ არის სიყვარულის და ასე. ან ყველაფერი არის, სოციალური ლექსებიც არის. ამ ბიჭს, ამ პატარა ბიჭს იაკი კაბეს დაყვა ძალიან კარგი ბედისწერა, იმ ხრივ რომ შეიყვარეს ადამიანებმა. ყველგან თეთრია, თოვლი ფარავს ირგვლივ ყველაფერს, ხოლო წითლად მეზობლის ბაღში ანათებენ დათოვლილი ბროწეულები. თავისუფლება არის ისეთი რამ, რომელსაც მუდმივად უნდა იბრძოლო. აი ეს ერთხელ მოპოვებული და დარჩენილი მუდმივად არ არსებობს. ეს არის ძალიან დიდი, ვრცელი და ძალიან ისეთი თემა, საინტერესო როგორც ფილოსოფიურად, ისე ისტორიულად, ისე ყველანაირად და მაგრამ თავარი რაც არის, რომ სამყარო გვასწავლის იმას, რომ ეს მუდმივი არ არის. რაღაც არსებობს მწვერვალი თითქოს, ხო, მაგრამ ის მწვერვალი მუდმივად იზრდება და ადის. ანუ თითქოს იპყრობ იმ თავისუფლებას, ხო, მოიპოვებ. როგორიც გინდა თქვა, თუ გინდათ სულიერი, თუ გინდათ ფიზიკური, როგორი თავისუფლება, ან თუნდაც ეგზისტენციალურად თქვა, ხო? მაგრამ იმ მოპოვებულ მწვერვალს ყოველთვის ახალი მწვერვალები მოსდეს. ანუ ეს ისეთი პროცესია, რომელიც ალბათ ადამიანის სანამ არსებობს, მუდმივად ამისთვის ბრძოლა არის საჭირო და ჩვენს ქვეყანასაც სწორედ აი ეს ბედისწერა დაყვა. ამ თავისუფლებისთვის ბრძოლაში ჩვენ რაღაცნაირად უკეთესები ვხდებით, მე მგონი. საზოგადოება იზრდება, ვიზრდებით და რაღაცნაირად ამ პროცესს ბევრი ტკივილები და ტრაგედიები ახლავს, გაკვეთილები ამ ცხოვრების, მაგრამ აი იმას რო უყურებ, რომ საზოგადოება იზრდება და უკეთესი ხდება, რაღაცა ეს კარგია და ტკბილია. ო როგორ მინდა, ისე როგორ ჩემს ბავშვობაში, სკოლიდან ტყეში გაპარულს და სირბილით დაღლილს, დედა ვისევ მისაყვედუროს. ერთი ჩვენკენაც რო იყოთ, კამერისკენ რო იყოთ. ჩემთან არის ჭრილი მოჭრილი. რა წარმოგიდგენთ, რომ ეს ის მდგომარეობა, როცა რაღაც ტვინი მუშაობს, შემოქმედებითი, თავისუფლად რა თქვენი მანერები რაც არის. ანუ პოეზიაზე უნდა გითხოთ, რა არის პოეზია და თქმა არის რომ ვაიმე, არ ვიცი რა არის პოეზია. მართლა არ ვიცი რა არის პოეზია და მე მგონი არავინ არ იცის. არსებობს მრავალი პასუხი,
მაგრამ ბოლომდე მე მგონი ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობს. ყველას აქვს თავისი ხედვა, თავისი. ეხლა შეგვიძლია ვილაპარაკოთ რა თქმა უნდა ლიტერატურით, მცოდნეობითი ამბით, შეგვიძლია ვილაპარაკოთ კულტუროლოგიური თვალსაზრისით და ასე, მაგრამ აი ზოგადად რაც მართლა თვითონ შინაგანად სულიერ აი ამ პოეზია რო ვთქვათ, არავინ არ იცის ალბათ, რა ვიცი, ვისთვის სიმღერა, ვისთვის პირიქით წევლაა და ასე შემდეგ. ანუ ძალიან ბევრი რაღაცა არსებობს პასუხები. აი როგორც ავტორი, როგორც პოეტი ვამბობ, რომ მე არ ვიცი რა არის პოეზია. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ.